ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე. წარმოგიდგენთ რადიო გრუნისა და კლინიკა პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ერთობლივ პროექტს გრუნიმედი. გადაცემას უძღვება ქირურგი პროფესორი გია თომაძე. გაეცანით თანამედროვე მედიცინის სიახლეებს, მიიღეთ კომპეტენტური რჩევები და აღმოაჩინეთ ჯანსაღი ცხოვრების მარტივი გზები. ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე სამედიცინო გადაცემა გრუნიმედი. თქვენი გზა ჯანმრთელობისაკენ. მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო. ვაგრძელებთ რადიო გრუნის სამედიცინო გადაცემას სახელწოდებით გრუნიმედი, რომელსაც არუძღვები მე, ექიმი გია თომაძე. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ერთ ძალიან თანამედროვე და მედიცინის ახალ მიმართულებაზე, ახალ დარგზე, უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, კარდიოლოგიის ახალ მიმართულებაზე, რომელსაც ქვია ინტერვენციული კარდიოლოგია. ინტერვენციულ კარდიოლოგიაში იგულისხმება მინიმალური ჩარევით მაქსიმალური ეფექტის მიღება და ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ დღეს სტუმრად ვყავს კლინიკა პინეოს ინტერვენციული რადიოლოგი ბატონი აკაკი არჩვაძე. ბატონო აკაკი, უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა რომ მოძებნეთ დრო და მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. და ჩვენი პრინციპი ასეთია, რომ ჩვენი მსმენელებისათვის, ანუ მოსახლეობის ფართო მასებისათვის გასაგებ ენაზე უნდა ვისაუბროთ. აი ამ საინტერესო თემასთან დაკავშირებით შევეცადოთ მინიმალურად გამოვიყენოთ ძალიან სპეციფიური ტერმინოლოგია, რომ მოსახლეობა მის კარგად ეგუება. პირველი შეკითხვა, რომელსაც მინდა თქვენ მოგმართოთ, ეს არის საერთოდ რას წარმოადგენს ინტერვენციული კარდიოლოგია. როდის დაიწყო ეს მიმართულება, როდის შეიქმნა ეს მიმართულება და რას მსახურება? ინტერვენციული კარდიოლოგია გახლავთ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მინიმალური ჩარევით განაკვეთის გარეშე გულსიძახთა სისტემის მკურნალობის მეთოდი ეს ძალიან მოკლედ. რაც შეეხება ისტორიას, თუ როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა ეს მიმართულება, ისტორია საკმაოდ საინტერესოა. მედიცინის განვითარების საწყის ეტაპზე გულში ჩარევა იქნებოდა ეს მკურნალობისა თუ დიაგნოსტიკის მიზნით და ობიექტურადაც ვთქვათ, ითვლებოდა საკმაოდ ესეთ ხელშეუხებელ თემად და სარისკო თემად. თუმცა რა თქმა უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ იდეა, რომ ეს განეხორციელებინათ და პირველი ვინც ეს წარმატებით განახორციელა, იყო ასეთი გერმანელი ახალგაზრდა ექიმი, გვარად ფორსმანი, რომელმაც 1928 წელს განიზრახა, რომ შესულიყო შეიხცია გულის ღრუში, გულის კამერაში. მან ეს თავისი იდეა გაუზიარა პატარა საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, რომელშიც ის მაშინ მოღვაწეობდა, მათგან მიიღო კატეგორიული უარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთთან შეთანხმებით ეს განეხორციელებოდა თვითონ, საკუთარ ხელზე გააკეთა პატარა განაკვეთი, საკუთარ ვენაში შეიყვანა შარდის ბუშტის კათეტერი, სარკის წინ აიყვანა ეს კათეტერი გულამდე, შემდეგ ასე კათეტერ გაყრელმა გაიარა დერეფანი, შევიდა რენტგენოლოგიურ განყოფილებაში და თხოვა იქ რენტგენო ლაბორანტებს, რომ დოკუმენტურად დაედასტურებინათ ეს ამბავი რენტგენო ფირის საშუალებით. ეს ხო პირველი ნაბიჯი ინტერვენციულ კარდიოლოგიაში. შარდის ბუშტის კათეტერი და ეს ამბავი ეს წარმატებულია. ექსპერიმენტი იმით დამთავრდა, რომ ბატონი ფორსმანი დაითხოვეს სამსახურიდან. და შარდის ბუშტის კათეტერი დაიწყო და ის გადაერთო უროლოგიაში, ამის შემდეგ გააგრძელა თავისი მოღვაწეობა უროლოგიის მიმართულებით. მოკლედ, ეს ასე დამთავრდა. თუმცა უკვე შედარებით თამამი გახდნენ სხვა ადამიანები, რომ ამ მიმართულებით ემუშავათ, ამ მიმართულებაზე ეფიქრათ და უკვე 1956 წელს ორმა ექიმმა მიიღო ნობელის პრემიაში გულის კათეტერიზაციის მეთოდების განვითარებისთვის და სხვათა შორის ამ ორმა მიიღო მესამე ადამიანთან და ეს იყო ჩვენი ხსენებული ფორსმანი, საბოლოოდ დაუფასდა მას ეს გაბედული ნაბიჯი. და ასე დაიბადა, მოკლედ გულის კათეტერიზაცია. რა არის კათეტერიზაცია? კათეტერიზაცია ესე რაღაცა ღრუში, რაღაცა ასე ვთქვათ, სანათურიანი, ღრუიანი მილის შეყვანა, ისევ და ისევ დიაგნოსტიკისა თუ გამოკვლევის მიზნით. ხო, ეს კათეტერიზაცია რა თქმა უნდა დღესაც გამოიყენება, კათეტერიზაცია ბევრ რამეს ქვია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შორს იყო ინტერვენციული კარდიოლოგიის იმ სახისა და მიღწევისაგან, რასაც ის დღეს წარმოადგენს და რასაც დღეს ვაკეთებთ. მომდევნო წლებში უკვე ეს კათეტერიზაციები დაიწყო, ძირითადად ეს იყო დიაგნოსტიკის მიზნით და ეს მოხდა 1958 წელს, როდესაც კათეტერიზაციის
დროს ახორციელებდნენ აორტის ანგიოგრაფიას, ასე ვთქვათ, აორტა არის ძირითადი არტერია, რომელიც გამოდის გულიდან და რომელიც შემდეგ მთელ ორგანიზმში იტოტება და აწვდის მთელ ორგანიზმის სისხლს. უნდა განეხორციელებათ მისი ანგიოგრაფია, ანუ მაშინ რაღაცა საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა და რენტგენის ქვეშ ჩაწერა, გადაღება აორტისა. და მოხდა შემთხვევით, შეერთებულ შტატებში ხდებოდა ეს ამბავი, რომ კათეტერი შეხვდა გულის არტერიაში. აორტის დასაწყისიდან გამოდის გულის ორი არტერია, რომელიც თვითონ გულს ამარაგებს სისხლით. და ასე შემთხვევით ჩატარდა პირველი კორონაროგრაფია. შემთხვევით მოხდა პირველი კორონაროგრაფია, იქ ადგილზე ყველა გაიყინა, ეულდებოდა რომ ეს პაციენტი და ეკუპებოდა, ფატალურად დამთავრდებოდა ეს ამბავი, მაგრამ პაციენტი ბედნიერად გამოვიდა პროცედურიდან. ამის შემდეგ დაიწყო კორონაროგრაფიების ჩატარება, მათ შორის ეს თემა დაეხმარა დიდწილად კარდიოქირურგიას, მანამდე კარდიოქირურგიული ოპერაციების შუნტირება გულის არტერიებზე კეთდებოდა, მაგრამ ის კეთდებოდა პრაქტიკულად ბრმად. შეიძლება ითქვას პირდაპირ გაგებით ხელის ცეცებით ქირურგი ღია გულზე არტერიების გაყოლებით ეძებდა დაზიანებებს, რომ ამ დაზიანებების მიღმა მიეკერებინა ეს თავისი შუნტი. შემდგომი ეტაპი ამ კორონაროგრაფიის შემდეგ იყო უკვე კორონაროგრაფია მაინც დიაგნოსტიკა რაც არ უნდა იყოს, ჩარევა გულის არტერიაში, გულის არტერიის გაფართოება. არის გაფართოება. გულის არტერია, არა, კორონაროგრაფია ეს არის გულის არტერიის გამოკვლევა, დიაგნოსტიკური მეთოდი. კორონარული არტერია, იგივე ქართულად გვირგვინოვარი არტერია არის გულის არტერია, კორონარული არტერიები, გულის არტერიები, რომელიც გარდა ნაკრავს გულს, თავისი წრული ტოტებით ჩადის გულის კუნთის სიღრმეში და ახორციელებს მის გამოკვებას სისხლით. საერთოდ შევდივართ გულის კი ბატონო. დღესდღეობით 90%-ზე მეტში შემთხვევებისა შეღწევა გულის არტერიებში ხდება მაჯაზე გაკეთებული განაკვეთის მეშვეობით. ხელის სისხლომრაგება ხორციელდება ტევნის, ასე ვთქვათ, ორი სისხლძარღვის მეშვეობით, ორი დიდი სისხლძარღვის მეშვეობით, ეს არის სხივისა და იდაყვის არტერია და ერთ-ერთ ამ არტერიაზე, როგორც აღვნიშნე, მაჯასთან ხდება ჩხვლეტა, ადგილობრივი გაუტკივარებით ადგილზე შედის. მცირე რაოდენობით გამაყუჩებელი, მსმენელის რადული წარმოსადგენი იყოს დაახლოებით ისე, როგორც თავშოთ სტომატოლოგი აკეთებს ღრძილში გამაყუჩებელს და შემდეგ ეს პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა შემთხვევათა უდიდეს ნაწილში. დიახ, ეს რაც შეეხებოდა კორონაროგრაფიას, ხო? და არის კიდევ ესეთი ანგიოპლასტიკა და უკვე ძალიან ხშირად ამბობენ, რომ აი ამდენი სტენტი ჩაიდგა, ამდენი რაღაცა მოხდა რა. აუხსნათ მოსახლეობას, რას ნიშნავს სტენტი და მისი ჩადგმა, რა შემთხვევაში ხდება და რა დანიშნულება. კორონაროგრაფია გვაძლევს გულის სისხლძარღვების სურათს. ვაკეთებთ მას იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს ეჭვი, რომ ამ კორონარულ არტერიებში არის რაღაცა პრობლემა და ეს პრობლემა ხშირად არის მათში არსებული შევიწროებები, ან უკიდურეს შემთხვევაში მათი დაკეტვა. თუ ჩვენ დავადასტურებთ, რომ იქ პრობლემა არის, შემდეგ უკვე დგება მეორე საკითხი, რა უნდა გავაკეთოთ და რით უნდა უშველოთ ამ პრობლემას. აქ არის მიდგომა ორგვარი. ერთი არის ღია ოპერაცია და მეორე არის უკვე ჩვენი მეთოდი, მცირე ინვაზიით, ამ პრობლემების გამოსწორება, ანგიოპლასტიკა. რა ხდება ამ დროს? შეყვა სპეციალური კათეტერი, დგება გულის არტერიაში და ამ კათეტერის მეშვეობით შევიწროებული მონაკვეთის მიღმა გაგვყავს სპეციალური მავთული, რომელიც არის ძალიან წვრილი, დაახლოებით არის მილიმეტრის მესამედი მისი დიამეტრი. ამ გაყვანილ მავთულზე უკვე საჭიროების დამიხვედრით გაგვყავს ბალონი, რომლითაც წინასწარ ვამზადებთ ამ სისხლძარღვის იმისათვის, რომ შემდგომ ჩავაყენოთ სტენტი, ან შეიძლება პირდაპირ გავიყვანოთ სტენტი. სტენტი ეს არის წარმოვიდგინოთ ასე მრგვალი ცირკულარული მილის ფორმის ლიტონის ბადე, რომელიც იმ ადგილზე მიტანის შემდეგ, სადაც გვჭირდება მისი ჩასმა, იბერება სპეციალური ბალონის მეშვეობით, რომელიც წინასწარ არის წამოწმული და დაფიქსირებული. სტენტი იშლება, შემდეგ ბალონი იფუშება, გამოდის გარეთ, სტენტი რჩება სისხლძარღვში და ინარჩუნებს გაფართოების შემდეგ სისხლძარღვის, ასე ვთქვათ, მდგომარეობას. ანუ თვით გაფართოებადი არ არის, ბალონის საშუალებით. არსებობს სტენტები თვითგაფართოებადი, არსებობს სტენტები ბალონ გაფართოებადი. გულის არტერიებში გამოყენებული სტენტები იყო რაღაც ექსპერიმენტული ვარიანტები თვითგაფართოებადი სტენტებისა, მაგრამ დღესდღეობით გულის არტერიებში გამოყენებული სტენტები ყველა არის ბალონით გაფართოებადი. თვითგაფართოებადი გამოიყენება პერიფერიაში, ქვემო კიდურების არტერიებში, თავის ტვინის არტერიებში და ამ შემდეგ ჩარევების დროს.
რამდენადაც ჩემთვის ნობილია და მოსახლეობისთვისაც გარკვეულად ბევრნაირი სტენტები არსებობს. ამბობენ რომ არის ხათ წამლით დამუშავებული დაფარული სტენტი, დაუფარავი სტენტი ან სხვადასხვა მედიკამენტით დაფარული სტენტი. რა არის ეს რომ მოსახლეობას აუხსნათ, რას ნიშნავს წამლით დაფარული სტენტი? ხო, სტენტი რამდენაირად არ უნდა არსებობდეს დღესდღეობით. პრაქტიკაში გამოყენებადი სტენტები არის ორგვარი. ეს არის წამლით დაუფარავი სტენტი და წამლით დაფარული სტენტი. ეს ორივე სტენტი არის ლითონის, არის უჟანგავი ფოლადის და არის სხვადასხვა შენადნობების, კობალტ ქრომის, კობალტ პლატინის და ასე შემდეგ. სტენტის მიზანი და დანიშნულება არის როგორც თქვით, რომ გაფართოების შემდეგ სიძარღვე შეინარჩუნოს აი ამ გაფართოებულ მდგომარეობაში. პირველადი სტენტები იყო წამლით დაუფარავი სტენტები, მაგრამ მათი პრობლემა იყო ის, რომ სიძარღვის გაფართოების შემდეგ საკმაოდ ხშირი იყო განმეორებითი შევიწროების შემთხვევები, ეს დაახლოებით 30%-მდე აღწევდა სტენტირებიდან, დაახლოებით 3-დან 9 თვემდე პერიოდში განმეორებითი შევიწროება. ამის შემდეგ შეიქმნა უკვე წამლით დაფარული სტენტები, რომელიც დაფარულია სპეციალური წამლით, ასე ვთქვათ, რაც ხელს უშლის სიძარღვის პროლიფერაციას, რო ვთქვათ სამედიცინო ენაზე, ანუ სიძარღვის შიდა შრის ჩამოზრდას. განმეორებით შევიწროებას იწვევს ის, რომ არა თვითონ სტენტი ვიწროვდება, არამედ დაზიანების შემდეგ, რასაც აუცილებლად იწვევს სტენტის ჩაყენება, სიძარღვის კედლის სტრუქტურა იწყებს ზრდას აგრესიულად, ჩამოეზრდება სტენტს, ჩამოდის ყრუში სიძარღვისა და იწვევს განმეორებით შევიწროებას. სწორედ ამ პროცესს ანელებს, აჩერებს ის წამალი, რითაც დაფარული არის სტენტი. ხო. წამლები რითაც ფარავენ სტენტს სხვადასხვა არსებობს, მაგრამ ძირითადად არის ერთი ნივთიერების, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მოდიფიკაცია და მათი დანიშნულება ყველასე არის ზუსტად ეს, რომ ქსოვილის ზრდის პროცესი შეაჩეროს, შეანელოს. მე ნამდვილად მეგონა რომ ეს იყო თრომბი, რომ არ წარმოიქმნას მასში და რაღაცა. ანუ ქსოვილის ზრდის წამალეთაც დაფარულია სტენტი არის იმისთვის, რომ დიახ შეაჩეროს აგრესიული ზრდა სიძარღვის შიდა კედლისა. ანუ დღეისათვის წამლით დაუფარავი სტენტები გამოიყენება? პრაქტიკაში ბოლო რამდენიმე წელია წამლით დაუფარავი სტენტები აღარ გამოიყენება. იყო რაღაცა პერიოდი, როდესაც იყო განსაკუთრებული ჩვენებები, როდის უნდა გამოგეყენებინა წამლით დაფარული სტენტი და როდის დაუშვათ უნდა გამოგეყენებინა დაუფარავი სტენტი. თანამედროვე გაიდლაინებით, ანუ თანამედროვე სახელმძღვანელოს მიხედვით, ნებისმიერ სიტუაციაში რეკომენდებული არის წამლით დაფარული სტენტის გამოყენება. შესაბამისად, პრაქტიკულად აღარ ვიყენებ წამლით დაუფარავ სტენტებს. როცა საუბარია გულში სიზარღვებით თუ რაღაც კათეტერების შესვლაზე, ძალაუნებრივად ადამიანი ნერვიულობს, ხო? მაინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა გულის კათეტერიზაცია? რამდენად არის დაკავშირებული გარკვეულ რისკთან ეს манипуляция? ნებისმიერი სამედიცინო манипуляция, მათ შორის სტომატოლოგია ვახსენეთ ეხლა და ისიც კი დაკავშირებული არის გართულებების გარკვეულ რისკთან. რასაკვირველია, როდესაც გულზე აკეთებ ამა თუ იმ ჩარევას, თუნდაც დიაგნოსტიკას, გარკვეულ რისკს შეიცავს ესეც. თუმცა ტექნიკისა და გამოყენებადი საშუალებების, კათეტერების, სტენტების, ბალონების, მავთულების დახვეწის შემდეგ დღესდღეობით გართულებების რისკი არის დაბალი. მაგალითად, კორონაროგრაფიისას, რაც გულისხმობს სისხლის არტერიების, გულის არტერიების გამოკვლევას, სიკვდილობის რისკი არის დაახლოებით 0.7%, ანუ 0.1%-ზე დაბალი. სტენტირებას რაც შეეხება გაზოგადებული რისკი სტენტირებისას არის დაახლოებით 1-2% სიკვდილობისა. თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, რა შემთხვევაში ხდება სტენტის ჩაყენება. თუ ჩვენ სტენტს ვაყენებთ გადაუდებელ შემთხვევაში, ანუ ინფარქტის დროს, აქ რა თქმა უნდა, გართულების რისკი გაცილებით მაღალია და ამ რისკს ზრდის არა თვითონ სტენტირება, არამედ დაავადება, რის გამოც კეთდება სტენტირება. თვითონ სტენტირება ამცირებს რისკს დაუშვათ დიდი ინფარქტის დროს, თუ სტენტირების რისკი არის რაღაც სიკვდილის რისკი, ასე ვთქვათ, სტენტირების 5% შემთხვევაში მის გარეშე ეს რისკი არის 4-ჯერ და 5-ჯერ უფრო მაღალი, ანუ სადღაც 20%-ის ფარგლებში. ეს დაახლოებით 5 წლის წინ იყო, როცა მე მივედი კარდიოლოგთან და
კარდიოლოგმა მირჩია, რომ გამეკეთებინა კორონაროგრაფია. შემეშინდა ავდექი და დათვლის ვაპირებზე, მაგრამ კარდიოლოგმა მითხრა, რომ ალბათობაო, რომ რამე გართულდესო, იგივეა, რაც სტომატოლოგთან დაახლოებით ასე. დავჯექი და იმავე დღეს გავიკეთე ეს გართულება და ნამდვილად არ ყოფილა. თქვენ ახლა წერან ახსენეთ აი ეს ფონური დაავადება, რის გამოც კეთდება ეს სტენტირება. მაინტერესებს აი თავისი ჩარევის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლია თუ არა აი ამ სტენტირებას შეაჩეროს მიოკარდიუმის ინფარქტის ჩამოყალიბება. თუ თქვათ ეს გამოკვლევა დავარქვა თუ ეს манипуляция ჩატარდა დროულად და ტკივილის ფონზე. რამდენად შექცევადი შეიძლება იყოს ეს პროცესი? კი ბატონო, მოდი ჯერ ახსნას რა არის და რა იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს, რომ მე გასაგები იყოს პასუხი, რამდენად შეუძლია თავშოთ იგივე ანგიოპლასტიკას ინფარქტის შეჩერება. ინფარქტი ეს არის გულის კუნთის ამა თუ იმ უბნის, ამა თუ იმ ზონის კვდომა, პირდაპირ თარგმანში ეს არის კვდომა ქსოვილისა. რაც გამოწვეული არის შესაბამისი უბნისთვის სისხლის მიწოდების შეწყვეტით ან მკვეთრად, რადიკალურად დაქვეითებით. ამას იწვევს გულის არტერიის დახშობა ან კრიტიკულად შევიწროება. ინტერვენციის დროს ხდება არტერიის გახსნა, გაფართოება, გულისთვის სისხლის ნაკადის აღდგენა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ინტერვენციით ჩვენ ვაღწევთ იმას, რომ ინფარქტს ვაჩერებთ. ინფარქტს წვეთ იმ ფაზაში, რა ფაზაში ჩვენ ვახდენთ ჩარევას და რა ფაზაშიც გულს აღუდგენთ სისხლის მიწოდებას. დღესდღეობით სტენტირების შემთხვევების უდიდესი ნაწილი სწორედ ინფარქტის პირობებში ხდება, გადაუდებელ შემთხვევებში ხდება. ხო. და ინფარქტის თავისი, ასე ვთქვათ, სირთულით განსხვავებული არის დიდი ინფარქტი, რომელიც სრული დაკეტვით არის გამოწვეული ამ სიზარღვისა და არის შედარებით, ასე ვთქვათ, ასეთ მიკროინფარქტს უძახიან მოსახლეობაში, შედარებით პატარა ინფარქტი, რაც სიზარღვის მკვეთრი შევიწროებით არის გამოწვეული. რა თქმა უნდა, სტენტირებით ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ინფარქტი. და რაც ადრე ვაკეთებთ ამას, მით უკეთესია შედეგი, მით უკეთესია, მით ნაკლებია სიკვდილობა და მით ნაკლებია ის ინვალიდიზაცია, რომელსაც გული განიცდის ინფარქტის გადატანის შემდეგ. სანამ ეს ინტერვენციული რა კარდიოლოგია გახდებოდა ჩვენი ცხოვრების, ასე ვთქვათ, თანამგზავრი, ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ასეთი ტერმინები, რომ აი აორტო კორონარული შუნტირება, ოპერაციები ღია გულზე. რამდენად ჩაანაცვლა ამ ინტერვენციულმა კარდიოლოგიამ ღია გულზე ოპერაციები და რა შემთხვევაში იღებთ თქვენ გადაწყვეტილებას, რომ აი აქ უნდა გაკეთდეს ინტერვენციული ჩარევა, ანუ მხედველობაში მაქვს ენდოვასკულარული ჩარევა, ან აქ უნდა გაკეთდეს ღია წესით ჩარევა. კორონარული არტერიების, ანუ გულის არტერიების შევიწროების, კურნალობის, ასე ვთქვათ, მექანიკური საშუალება პირველი რაც იყო, ადრეც ვახსენეთ, ეს იყო შუნტირება. სტენტირების, ანუ ანგიოპლასტიკის შემოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ამან მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლა შუნტირება და დღესდღეობით მსოფლიოში გაცილებით მეტი კეთდება ანგიოპლასტიკა, ვიდრე შუნტირება. თუმცა არ მოხდა ისე, რომ ამან სრულად ჩაანაცვლოს ის, აიღო შემთხვევების გარკვეული წილი საკუთარ თავზე და დიდი წილი საკუთარ თავზე. კარდიოქირურგიულ ჩარევას, ღია ოპერაციას, შუნტირებას აქვს თავისი ჩვენება, ანუ რაღაცა პირობები, რაღაცა კრიტერიუმები, რომლის შემთხვევაშიც ის უფრო მეტად არის რეკომენდებული და სტენტირებას აქვს თავისი შესაბამისი ჩვენებები. ეს ჩვენებები განისაზღვრება გარკვეული შეფასების მეთოდების საშუალებით, გამოიცვლება ქულა, თუ გართულებების რისკი რა შემთხვევა რამდენია ერთ შემთხვევაში, იგივე სტენტირების შემთხვევაში და იგივე შუნტირების შემთხვევაში. და ხდება შეფასება, სად არის უკეთესი გამოსავლის, უკეთესი შედეგის ალბათობა უფრო მაღალი და სად არის გართულების უფრო მაღალი ალბათობა, ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. ეს არის გაწერილი, არსებობს ამისი გაიდლაინები, სახელმძღვანელოები, ასე ვთქვათ, სადაც პირდაპირ არის ჩამოწერილი, რა შემთხვევაში უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება თუ ის გადაწყვეტილება, თუმცა რა თქმა უნდა რეალურ ცხოვრებაში პირველ რიგში ვეყრდნობით ამ გაიდლაინებს, მაგრამ ინდივიდუალურ სიტუაციებში, მათ შორის თანხლები დაავადებების გათვალისწინებით, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით
გვიწევს რომ მივიღოთ ინდივიდუალური გადაწყვეტილება. Დაუშვათ არის რაღაცა ისეთი ფაქტორი, რომლის გამო პაციენტს ვერ გაუშვებთ ოპერაციაზე და ვაკეთებთ სტენტირებას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით უმჯობესი იქნებოდა მისი ოპერაციაზე გაშვება, ან ხდება ასეთი შემთხვევაც, რომ პაციენტი კატეგორიულად უარს აცხადებს შუნთირების გაკეთებაზე. ასეც რომ არ იყოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღესდღეობით, თუნდაც იგივე ამ სახელმძღვანელობით მოწოდებული რეკომენდაციებით, ანგიოპლასტიკა გაცილებით ხშირია და გაცილებით ხშირი უნდა იყოს, ვიდრე დაუშვათ ღია ოპერაცია გულს. ჩვენთან მე რუსამობ ჩვენთან გულისხმობ პინეოს კლინიკაში და ნუ საქართველოში ზოგადად. აი გვაინტერესებს რა მდგომარეობა არის, რამდენად მივზევს ჩვენ სოფლიოში აი ამ დარგის განვითარებას საქართველოში და ამიტომ რომ მე ვიცი რომ თქვენ ამ ინტერვენციულ ჩარევებს მარტო ჩვენ კლინიკაში არ აკეთებთ, ამიტომ სხვა ინფორმაციას გაქვს და რისთვის არის მზად დღეს პინეოს კლინიკა ამ ხრივ რა დონის ჩარევები შეიძლება გაკეთდეს ჩვენი აღჭურვილობიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. კი ბატონო. ბუნებრივია ეს დარგი მუდმივად იცვლება, მუდმივად ვითარდება, მათ შორის გამოკვლევის ახალი მეთოდები და ჩარევის ახალი მეთოდები ვითარდება. არის რაღაცა გამოკვლევის მეთოდები, რომელიც თავისი სიძვირიდან გამომდინარე საქართველოში ისეთი ყოველდღიურად გამოყენებად და ყოველდღიურად მოხმარებადი არ არის. თუმცა შემიძლია თავად ვთქვა, რომ რაც შეეხება ინტერვენციას, რაც შეეხება ჩარევას, რაც შეეხება სტენტირებას, პრაქტიკულად ჩვენ ვართ თანამედროვე განვითარებული მსოფლიოს დონეზე, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ნებისმიერი სირთულის პროცედურები კორონარულ არტერიებში ანგიოპლასტიკის თვალსაზრისით და ეს აბსოლუტურად ვრცელდება პინეოზეც, პინეოშიც აბსოლუტურად ყველანაირი სირთულის ჩარევებს კორონარულ არტერიებზე ვაკეთებთ წარმატებით. ძალიან კარგია ჩვენთვის. შეიძლება ითქვას, რომ აი თქვა გაკეთდა კორონაროგრაფია, გაკეთდა მერე სტენტირება და გული უკვე აბსოლუტურად ჯამთელია. გამოჯამთელდა ამ სტენტირების ჩადგმის შემდეგ. პასუხი მე დაახლოებით ვიცი, მაგრამ მე მინდა გასაგებია. იცით რა არის? ზოგიერთ შემთხვევაში თუ კი პაციენტს აქვს ერთი კონკრეტული შევიწროება და ის შევიწროება გამოასწორე, მიიღე კარგი შედეგი, შეიძლება ითქვას, რომ იმ მომენტისთვის პაციენტი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი, ანუ გული არის პრაქტიკულად აღდგენილი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ აუცილებლად, რომ დაავადება, რომელმაც ის პრობლემა გამოიწვია, არსად წასულა. ის ისევ არსებობს, ათეროსკლეროზი ქვია ამას, რაც იწვევს სიძარღვების შევიწროებას და თუ ჩვენ თავს არ მივხედავთ ეს ათეროსკლეროზი სტენტირებულ მონაკვეთში თუ არასტენტირებულ მონაკვეთში ისევ თავისუფლად გამოიწვევს ახალ პრობლემას. ანუ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ჩარევის შემდეგ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ისეთი შედეგი, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელი გავხადოთ პაციენტი, განმაპირობებელი ამ პრობლემისა რჩება, ამიტომ პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს მუდმივად, რომ ხელახლა არ განუვითარდეს ის გამოც გავაკეთეთ სტენტირება. ზოგადი პროფილაქტიკური საშუალებები სხვა ხომ? კი, რასაკვირველია, აქ ბევრი რაღაცა არსებობს რისკ ფაქტორები, რომელიც განაპირობებს ალბათობას იმისას, რომ განგვივითარდეს სიზარღვებში შევიწროებები, მათ შორის არის ისეთები, რომელსაც ჩვენ ვერსად გავექცევით და რომლის მოდიფიცირება შეცვლა არ შეგვიძლია, ეს არის ვთქვათ იგივე გენეტიკური განწყობა, რასაც ჩვენ ვერაფერს ვერ უზავთ, მაგრამ არის ბევრი ფაქტორი, რომელსაც შეგვიძლია მოვერიოთ, რომელიც საშუალებდა შევამციროთ ამისი განვითარების ალბათობა. ეს არის იგივე არტერიული წნევის კონტროლი და არტერიული წნევის მოწესრიგება, თუ გვაქვს დიაბეტი, სისხლში გლუკოზის დონის მოწესრიგება, ეს არის ფიზიკური აქტივობა, ეს არის გარკვეულწილად დიეტის დაცვა, ნაკლები ქოლესტერინის მდიდარი საკვების მიღება და ასე შემდეგ. ჭარბი წონაც რასაკვირველია, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. გამიგია ასეთი შედარებით ბოლოს სიტყვა ენდოვასკულარული, ანუ სიზარშიგნთა მიდგომისა, ტავი, ანუ როცა ენდოვასკულარულად გულის სარქველის ჩანაცვლება ხდება, აი ამის შესახებ თუ გვეტყვით, როგორც ყველაზე ალბათ პროგრესული თუ ახალი მეთოდი ინტერვენციული კარდიოლოგიის. დიახ.
არა მხოლოდ ეს, სხვადასხვა ახალი მეთოდი განვითარდა ბოლო წლებში და ვითარდება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათ შორის არის სიცარქველზე ჩარევა. ტავი, რაც თქვენ ახსენეთ, ეს არის აორტის სარქველზე ჩარევა. აორტის სარქველი არის გაუმავალი სარქველი გულისა, რომლის პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია და სიკვდილობის რისკი აორტის სარქლის სერიოზული დაზიანების შემთხვევაში არის ძალიან მაღალი, მათ შორის უეც არის სიკვდილის რისკი. სარქველზე ჩარევა ძირითადად გულისხმობს მის ჩანაცვლებას ხელოვნური სარქვლით. ეს კეთდებოდა ღია წესით და დღესაც კეთდება ღია წესით ქირურგიული ჩარევის მეშვეობით, თუმცა დღესდღეობით სულ უფრო ხშირად და ხშირად თანამედროვე მსოფლიოში გამოიყენება ტრანსკათეტერულად, ანუ ისევ და ისევ ნაჭყლეთის საშუალებით აორტის სარქლის ჩანაცვლება ახალი მექანიკური ხელოვნური სარქვლით. პირველად ეს სხვათა შორის არც ისე ახლო წარსულში პირველად 2002 წელს მოხდა ასე ტრანსკათეტერულად აორტის სარქლის ჩაყენება, თუმცა ის იყო ერთეულის შემთხვევა, იმის მერე ეს მეთოდი ძალიან დაიხვეწა და დღესდღეობით მსოფლიოში აჭარბებს კიდეც ღია წესით ჩატარებული ოპერაციების რაოდენობას, ასე ტრანსკათეტერულად ჩატარებული ოპერაციები, თუმცა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ჩვენთან ამ კუთხით საქართველოში საკმაოდ სავალალოდ გვაქვს საქმე. ჩვენთან ძალიან ცოტა შემთხვევა ტარდება ასეთი ჩარევებისა და ამისი ერთადერთი მიზეზი არის ფინანსური საკითხი. ძალიან ძვირი ხდება უბრალოდ ეს ჩარევა და ჯერჯერობით ჩვენი მედიცინა საყოველთაოდ ასწავლა ამ მიმართულებას არ აფინანსებს, იმედია ეს გამოსწორდება. მაინც რო ვთქვათ მოსახლეობის გასაგებად რა საფინანსებს სახელმწიფო, ვთქვათ, აი იგივე კორონაროგრაფიას, ამ პლასტიკას, წამლიანი ათუს, ამ ლოკალიზაცია. გეგმიურ კორონაროგრაფიას სახელმწიფო არ აფინანსებს, სხვა დანარჩენ შემთხვევებს. ეს არის გადაუდებელი კორონაროგრაფია, არასტაბილური სტენოკარდიის თუ მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში ფინანსდება სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობაში სხვადასხვა ოდენობით, იგივე პენსიონერებში 90% აფინანსებს სახელმწიფო, უფრო ასაკია, ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში 70%-ს და კონკრეტულად სხვა კატეგორიებში შეიძლება 100%-საც აფინანსებდეს, იგივე პედაგოგები, ასე ვთქვათ, ინვალიდიზაციის მქონე ადამიანები და ასე შემდეგ, სოციალურად დაუცველები ასევე. ფინანსდება ასევე ანგიოპლასტიკა, სტენტირება, ზუსტად იგივე მოცულობით, რაც გადაუდებელი კორონაროგრაფია. ასე რომ დიდწილად სახელმწიფო ფარავს ანგიოპლასტიკას. ანუ არ უნდა შეეშინდეს ადამიანს, თუ ვთქვათ, მას სჭირდება და ტკივილი აქვს და შეიძლება დროზე მიმართოს, რომ ეს მეთოდი გამოიყენოს. აუცილებლად პაციენტის წილი გადასახადისა დღესდღეობით არის ძალიან მცირე. ძალიან მცირე. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მსმენელს იმედი კონდეს ამისი. და ჩვენ ტრადიციულად ბოლოს შეკითხვათ ასე ვსვათ ხოლმე, რომ ხომ არ გამოგჩა რაიმე ისეთი საკითხი, რომელიც თქვათ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელიც თქვენ გულში გაქვთ, რომ კარგი იქნებოდა, რომ მათ გააგებინოთ. რა არის ამ ინტერვენციული კარდიოლოგიის? მოდი მაშინ გავიმეორებ და ვიტყვი იმას, რომ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დაავადება არსებობს და გულსიძღვართა სისტემის მხრიდან გამოწვეული სიკვდილობა არის ერთ-ერთი წამყვანი ზოგადი სიკვდილობის მაჩვენებელში. ონკოლოგიური და გულსიძღვართა სისტემის პრობლემებით გამოწვეული სიკვდილობა არის წამყვანი მიზეზი მოსახლეობის დაღუპვისა. ამიტომ უნდა ვიყოთ ყურადღებით. პირველ რიგში უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ავირიდოთ თავიდან სერიოზული დაავადების განვითარება, ჩვენ ეს უკვე ჩამოვთვალეთ, როგორ უნდა გავაკეთოთ, წნევის კონტროლი, დიაბეტის კონტროლი, წონის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა, ნაკლები ქოლესტერინის მიღება და რაც არ გვითქვამს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სიგარეტის არ მოწევა. ხო, ეს ერთი. მეორე, თუ კი ჩვენ მაინც ვიეჩვევთ, რომ გვაქვს რაღაცა ისეთი პრობლემა, რომელიც შეიძლება გულს უკავშირდებოდეს. ისემური დაავადების გამოხატულება რა არის? ფიზიკური აქტივობისას, ფიზიკური დატვირთვის დროს, წვა, ტკივილი, ზეწოლა, მოჭერა გულმკერდში, ეს შეიძლება იყოს ძირითადად ეს არის მკერდისგვის უკან შუაში გულმკერდში, ეს შეიძლება იყოს გულმკერდის მარცხენა ნახევარში, მარცხენა ხელში, მხარში, ბეჭში, ასევე კუჭთან, ასე ვთქვათ. თუ ეს იწყება ფიზიკურ დატვირთვაზე, გადის ფიზიკურ დატვირთვის მოხსნის დროს, უნდა ვიეჩვევთ, რომ ეს არის გული და რაც შეიძლება სწრაფად მივმართოთ შესაბამის სპეციალისტს, მივმართოთ კარდიოლოგს, რათა თავი დავისხდეთ და დავიცვათ გართულებებისგან, რომელიც ყოველთვის კარგად არ ვთავრდება.
და მესამე თუ მაინც დაგვემართა ეს დაავადება და თუ მაინც დაგვჭირდა რაღაცა ჩარევა, ვთქვათ, იგივე ანგიოპლასტიკა, ვთქვათ, იგივე სტენტირება, აი რასაც ახლა ვისაუბრეთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამის შემდეგ ჩვენ არ გამოვჯანმრთელდით სამუდამოდ. სტენტირება არ არის უკვდავების სამარი. სტენტირების შემდეგ უნდა ასევე დავიცვათ რეჟიმი, რომელიც კარდიოლოგმა მიგვითითა, ისევ და ისევ ის ფაქტორები, რაზეც ვილაპარაკეთ თავში. გამოვრიცხოთ და მივიღოთ წამლები, რომელიც დანიშნული გვაქვს. ისე თქვაც მიგება დამატების. ჩვენთან პინეოში ყოველ დღე, ყოველ დილით ტარდება დილის კონფერენციები ეგრეთ წოდებული და მე თითქმის არ მახსოვს დღე, რომ კარდიოლოგს, მორიგი კარდიოლოგს არ მოეხსენებინოს, რომ დღეს მორიგეობის განმავლობაში ჩატარდა ამდენი კორონაროგრაფია და მათ შორის ამდენი სტენტირება. და ეს ყველაფერი უმრავლესობა ხდება ტკივილის ფონზე და განვითარებად იმპაქტის ფონზე და მე მინდა ჩვენ მსმენელებს უთხრა, რომ ეს მიოკარდიუმის იმპაქტი დროულად რომ დაიწყოს ეს ტკივილი, უკვე აღარ არის იმდენად საშიში, როგორც ეს იყო მანამ, სანამ დაიწყებოდა ინტერვენციული კარდიოლოგიის განვითარება საქართველოში. ასე რომ დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისათვის და გადასცემდებას. მადლობა თქვენ, ხელი გაგზავნებათ.